TV12-ის პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუ სოციუმი მალხაზ გაბისონიასთან ერთად. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია პერსონალური და ბიზნეს კოუჩი, ვებ კოუჩინგის დამფუძნებელი, ტელეწამყვანი კახი ბობჟანიძე. სალამი კახი. მოგესალმებით მალხაზ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის ჩვენი თემით. პირიქით მადლობა, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი, როგორ ხარ? კარგად. ყველაფრის მიუხედავად, ყველა გამოწვევის და გაზრდილი სტრესების და გაზრდილი კრიზისის მიუხედავად, ნამდვილად უწყლოდ შემიძლია თქვა, რომ მე პირადად ვარ ძალიან კარგად და ვფიქრობ, რომ ეს არის ის შეცდომა, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ რაღაცების გადაფასება და ნამდვილი კარგად ყოფნის პოვნა, რაც ალბათ ჩვენ ეთერში ვისაუბრებთ. კი ბატონო, კახი, მოდი ზოგადად ჩემი გადაცემის მაყურებელს ავუწყდაროთ, რა არის ზოგადად კოუჩინგი და რა არის საქმიანობა, რომელსაც შენ უკვე პლების განმავლობაში ეწევი. კი, სიამოვნებით, კოუჩინგი არის პიროვნული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და წარმატებული მეთოდოლოგია, რომელიც 21 საუკუნის ფაქტობრივად ყველაზე ტრანსფორმაციულ მეთოდად შეიქმნა და ყალიბდება. თუ აქამდე მაგალითად არსებობდა სხვადასხვა განვითარების მეთოდოლოგია, პიროვნული განვითარების, პიროვნული ზრდის მიმართულებით, კოუჩინგი ამ კუთხით ყველაზე დაწინაურებულია, რატო? განსხვავებით სხვა ყველა პიროვნული განვითარების მეთოდოლოგიისგან, მაგალითად ფსიქოლოგიისგან, მაგალითად კონსალტინგისგან, მაგალითად self-development-ისგან, განათლების მიღებისგან, ცოდნისგან, სწავლისგან, კოუჩინგი ორიენტირებულია სწრაფი შედეგების დადებაზე, რადგანაც დღეს სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, უამრავი ინფორმაცია შემოდის და ადამიანს აღარ აქვს დრო იმის, რომ რაღაც წლების განმავლობაში მიღებული ცოდნით გამოიყენოს და რაღაც გააგრძელოს, ხო? განსხვავებით ფსიქოლოგიისგან, როგორც აღნიშნე, კოუჩინგი არის მიმართული კითხვების დასმის მეთოდით ადამიანს დაეხმაროს აღმოაჩინოს საკუთარი რესურსი, იპოვოს მიზნები, ხედვები, დაგეგმოს, გაანალიზოს რა შესაძლებლობები აქვს დღემდე, რა თვისებებია მისი ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, რა უშლის ხელს, რა ეხმარება და ზოგადად როგორ იცხოვროს, ისე როგორც მას უნდა და როგორ დაგეგმოს მომავალი და შექმნას ის, რაც მას უნდა. განსხვავებით ფსიქოლოგიისა, როგორც აღნიშნე, კოუჩინგი ორიენტირებულია აწყლზე და მომავალზე, ფსიქოლოგია თუ არის უფრო ორიენტირებული წარსულზე, წარსულის გამოწვევებზე, ტრაუმებზე, ნეგატიურ პოზიტიურ გამოცდილებაზე და გვეხმარება, რომ ჩვენ წარსულიდან ამოვიდეთ, დავაღწიოთ აი ამ სტრესს, წარსულის სტრესს, შიშებს თავი და მოვიწევთ აწყლში, აი აწყლში როგორ ვაგრძელებ და როგორ ვაკეთებ მომავლისთვის, რას ვაკეთებ, აი ამაში ვიკეთებ კოუჩინგი. მოკლედ აწყლში, ცხოვრებაში, ანუ აქვე კარპე დიემში იკვეთება კოუჩინგი და ფსიქოლოგია, რომელსაც ორივეს უმნიშვნელოვანეს დატვირთვა აქვს, მაგრამ აი უფრო კოუჩინგი უფრო აი აწყლზე და უფრო მომავალზე არის ორიენტირებული. კი, მე. განსხვავებით აი კი. ხო, ამბობდი რაღაცა თასწულე. კი, ანუ განსხვავებით ისევ თუნდაც სხვა მიმართულებით თუ აქამდე ყველა რაღაცას გვასწავლიდა, ყველა რაღაცას გვეუბნებოდა, ყველა რაღაცას შეგონებას გვაძლევდა, კოუჩინგში ეს შემცირებულია, კოუჩი არ გასცემს რჩევებს, არ გასცემს ნაკლებად გასცემს რეკომენდაციებს, ნაკლებად გასცემს ინფორმაციას, ის ორიენტირებულია, რომ თვითონ ადამიანს დაეხმაროს, თავისივე გონება ჩააგდოს, ანუ აი ამ პროცესში, კითხვების დასმის პროცესში ჩააგდოს მოაზროვნე რესურსულ მდგომარეობაში და თვითონვე დაეხმაროს, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, იმიტომ რომ ადამიანს გონებაზე და მის ცხოვრებაში მასზე უკეთ არავინ არაფერი პასუხი არ იცის, რა უნდა გააკეთოს და რა უნდა შეცვალოს და რა შეუძლია იყოს. ამას უბრალოდ ჭირდება აზროვნება, ბევრი კითხვის დასმა, გააზრება და შემდეგ ამ ყველაფერს შემდეგ ჭირდება პროცესი და მოქმედება. კი ბატონო, გასაგებია. კახი, საინტერესოა, რამ გამოიწვია ინტერესი ამ დარგის თემის ჩემი, ანუ რატომ გადაწყვიტე, რომ ამ მიმართულებით გაგრძელებდი და შევიწადე და დღეს ყოფილიყავი კოუჩის როლში წარმოდგენილი. რა განაპირობა ეს ყველაფერი? ახლა რასაც ვიტყვი, ეს ჩემი აზრით არ იქნება სიახლე, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც სულ ეძებ და რაღაც ახალს პოულობ და წარმატებებს აღწევ იმ საქმეში, რომელიც გიყვარს. ხო, ჩვენ წინაზე ჩვენ ინდივიდუალ კოუჩინგზე ხო ვისაუბრეთ, რომ შენ აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს და ამით ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება უნდა იცხოვრო და ამით შექმნი და შეცვლი და მიაღწევ უფრო მეტ წარმატებას და მიაღწევ იმ თავარ მიზანს, რაც არის ჩემი მისია, ალბათ ამ ქვეყანაზე. მეც ასე დავიწყე, მე გაუცნობიერებად დავიწყე ძებნა, რა შეიძლება ყოფილიყო ისეთი საქმიანობა, რომელიც მე შემიძლია მთელი ცხოვრება ვაკეთო, თან კარგად გამომდიოდეს, თან მიყვარდეს, თან ამას შემოსავალიც მოიტანოს და თან რაღაც გარკვეული მისია შევასრულო, რაც შემდგარ სამყაროს ჭირდება და პირველ რიგში კოუჩინგი და თვითონ თავად
coaching-ის მეთოდოლოგია მჭირდებოდა მე, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი დამიდგა რაღაც გარკვეული და საკმაოდ დიდი წარმატებების მერე ცხოვრებაში, როცა ხვდებოდი, რომ ეს არ იყო, რასაც ვაკეთებდი, დავიწყე ძებნა, ბეძებე და coaching-ის ერთ-ერთი მეთოდოლოგია იყო თავად მე რომ მომეძებნა და მე შემდეგ მივხვდი, რომ ეს არის პროფესია, რომლითაც მე უნდა გავაგრძელო ცხოვრება. ეს არის პროფესია, რომლითაც ეხმარები ადამიანებს უკეთესი მომავლისკენ, უკეთესი ცხოვრებისკენ, გაუმჯობესებული რესურსებისკენ და ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული იმაზე, რა შეცვლის თავრობა, აღარ ვართ იმაზე დამოკიდებული, რა გარემო და რა ამინდი იქნება, რომ ჩვენ ვიცხოვროთ, მე თვითონ ვიპოვე ამას ჩემ თავში ძალა, რომ მოდი მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებს აეხმარება უკეთესი წარმატებული მომავლის შექმნაში და ეს გლობალურად შეცვლის ქვეყანასაც, შეცვლის მდგომარეობასაც, სიტუაციასაც და ზუსტად იმ მისიას, რომ თუ ერთ დროს ვფიქრობდი, რომ მე უნდა ყოფილიყავ ადამიანი, რომელიც საქართველოს უკეთეს ქვეყანად აქცევდა, აი მისია დარჩა მისიად, მაგრამ შეიცვალა გზა და ვაგრძელებ ამ მიმართულებით, რომ უკეთეს ქართველებთან ერთად შემდეგ ვაქციოთ უკეთეს ქვეყანა. მესმის, აბსოლუტურად მესმის. ახლა საინტერესოა ჩემთვის საქართველოში რამდენად განვითარებული იყო იმ დროს coaching-ი, როცა შენ აი ამ საქმისადმი გაგაჩნდა ინტერესი, ანუ იყო თუ არა საქართველოში ბევრი პროფესიონალი coach-ი არსებობს, უკვე დიდი გამოცდილებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკვე 10 წლიანი გამოცდილებით არიან ამ მეთოდოლოგიით დაკავებული და მათ აქვს საკმაოდ დიდი შედეგები როგორც business coaching-ში, ასევე individual coaching-ში და შესაბამისად ხო მე უკვე დაახლოებით 3 წელია ჩართული ვარ, უბრალოდ განსაკუთრებით რაც შეგვიძლია მე ყველა სათავეში წოლია ამ კუთხის განვითარების, მაგრამ მე შევიტანე რუსთავიორთან ერთად ასე ვთქვათ, ჩვენ დავიწყეთ რაღაც ჩვენი საკუთარი რუბრიკა, რომლითაც პირველად დავიწყეთ პოპულარიზაცია ფართო მასშტაბზე, ფართო მაყურებელზე, უშუალო სატელევიზიო სივრცეში, გარდა იმისა, რომ ჩვენ ინდივიდუალურად ვუწევთ პოპულარიზაციას, მოკლედ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და ასევე მადლობა თქვენ გადაცემაზე და თქვენს ეთეს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ ამ მეთოდოლოგიის შესახებ, რომ არსებობს რესურსი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ. კი ბატონო. ახლა რეალურად ერთ-ერთი მთავარი მიზანი მე ის გამო ჩვენთან პირადი coaching-ის მიმართულებით მოგმართა იყო ეგ რომ არსებულ მოსამართლობაში ცოტა რთული და რაღაცნაირად ისეთი პერიოდი იყო რომ ფოკუსი მომეხდინა ჩემს სამომავლო კარიერაზე და ამისთვის ვფიქრობდი რომ ჭირდებოდა ვიღაც ადამიანი რომელიც მეტყოდა და კიდევ ერთხელ გამემეორებდა იმას რომ რეალურად ახლა ამ მოსამართლობაში ყველაზე კარგად შეგიძლია მოხდინოს სწორედ ფოკუსი იმ ჩემს მომავალ კარიერაზე. როგორც ვფიქრობ, არსებული მოცემულობა ყველაზე კარგად არ ვითარებს უარ coaching-ს და რა საშუალებას ასე ვთქვათ აძლევს coaching-ი არსებულ მოცემულობაში ადამიანებს, ანუ პანდემიის პირობებში აღმოაჩინოს საკუთარი თავი. აი სანამ უპასუხებ შენ დაგიწევ კითხვას, შენთვის როგორი იყო ეს პროცესი და რაზე დაგაფიქრა და თუ მიიგე შედეგი ასე ელოდებოდი პირობითად, თუ მოახდინე თუ იმას კონკრეტულზე ფოკუსი გამორკვევაზე და ასე შემდეგ. შენთვის როგორი რესურსი? გეტყვი, მე თან მქონდა საუბარი ჩემს ვარჯიშზე, ანუ რომ გითხარი, რომ მე ვერ ვარჯიშობ და ბოლო ეს 2 დღეა, რაც ჩვენ მოვჭით საუბარი, ყოველი დილა ჩემ ცხოვრებაში იქნება აუცილებელი ვარჯიში და ჩემ თავთან ძალიან კაცად მაქვს ეგ ამბავი დაყენებული, როგორც დილით ვდგები, ეგრევე ვიწყებ ვარჯიშს. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც შედეგი გამოაქვს. ეს არის მოდელი, თავარი მოდელი შეიქმნას ქმედების და პროცესის. მე ეს გავს ყველაფერზე და ეს არის სხვა შედეგებს მე ის ჩვენს სამყაროს შევცვლით თუ მილიონებს ვიშოვით თუ იმისას მივახცოთ, ეს ამას პროცესი უნდა დრო უნდა, მაგრამ თავი მოდელი შეიქმნას და ეს არის. გარდა ამისა, რატო არის რესურსი, კარგი რესურსი პიროვნული განვითარებისთვის დღევანდელი შექმნილი სიტუაცია, რადგან დღეს არ ვიცით რა გველოდება, ხო? ასე თუ ისე ხედვები გვაქვს, მაგრამ ხედავთ რომ ძალიან სწრაფად იცვლება მომავალი, ძალიან სწრაფად მოდის ახალი ინფორმაცია, ახალი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, ასევე გვაქვს ძალიან ბევრი დრო. სხვა შემთხვევაში შეიძლება გასულიყო კიდევ 1, 10, 2, 20, 30 წელი და ვერ მოგვეცალა საკუთარი თავის, რაც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი თავი გადაწყვეტილების მიღებით ჩვენ კარგად ვართ თუ არა, ბედნიერი ვართ თუ არა. აქედან გამომდინარე, აი ეს დრო, აი ეს რესურსი, ეს ცვლილებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოვიცალოთ ჩვენი თავისთვის, დაუთმოთ ჩვენს პიროვნებას დრო, განვავითაროთ და შევხვდეთ თუნდაც ახალ გამოწვევებს, ბევრად უფრო ძლიერად. და გარდა ამისა, პიროვნული განვითარების რატო არის კარგი დრო, ის რომ ჩვენ ონლაინ სამყაროზე გადავედით და ის რომ დავიწყეთ ონლაინ მუშაობა და ონლაინ განათლების მიღება, ეს ბევრად უფრო სწრაფს და ბევრად უფრო გამარტივებულ და მით უმეტეს უფრო ხელმისაწვდომს ხდის ჩვენთვის ზრდას. თუ აქამდე რაღაც ტრენინგს, მაგალითად, ადამიანს უფასო ტრენინგს პირობითად, ხო? ადამიანი ისწრებოდა და მიდიოდა და ამ ტრენინგს ისწრებოდა 20 ადამიანი, იმიტომ რომ მას ჭირდებოდა რაღაცა დაორგანიზება, კონფერენცია, პლუს რაღაცა meeting room-ის შექმნა და იქ ეტეოდა 20 ადამიანი. დღეს მსგავს იგივე ტრენინგებს
ესწრება 100-დან 150 ადამიანი, იმიტომ რომ უბრალოდ გამარტივებულია ადამიანს არ უწევს ჩასვლა, შეიძლება რეგიონიდან დაესწროს, შეიძლება სხვა ქალაქიდან დაესწროს, აღარ ჭირდება ის რომ აუცილებლად იმ ქალაქში იყოს ტრენინგი, შეიძლება საერთოდ ემიგრანტი იყოს ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს და ის გაზრდილია. თუ 30 იყო და ასულია 100-ს დაახლოებით ამდენი პროცენტარი გაზრდილი, ხო, გაორმაგებული და გასამაგებულია. აი ასე მიმართულებით ადამიანი და შესაბამისად ეს გვაძლევს სწრაფ განვითარებას და სწრაფ შედეგებს, რაც ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებით ყველაზე მეტად ჭირდება. როგორც ჩვენ ინდივიდუალურ პიროვნებას ჭირდება ახლა სწრაფი განვითარება, გარდა განვითარებისა, ასევე ჭირდება ჩვენ ქვეყანას და ვფიქრობ, რომ აი ეს აქ მიღებული თუნდაც ის სტრესი საბოლოო ჯამში გადაიქცევა შესაძლებლობად, რომელიც ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს და როგორც ბევრ გამოწვევაზე გვითქვა ცხოვრებაში, რომ ეს გამოცდილება იყო ჩვენთვის შედეგის მომტანი, აი ამ პერიოდში ვიტყვით, რომ აი ეს პერიოდი იყო ჩვენთვის დღევანდელი შედეგის მომტანი. კი, აბსოლუტურად გასაგებია. კახი. ვინაიდან მე თინეიჯერი ვარ, მაინტერესებს შენთან აი პიროვნული, როცა პირადად იღებ ხოლმე კონკრეტულ ადამიანებს, აი ამ პირადი კოუჩინგის საშუალებით. ახალგაზრდების ჩართულობა რამდენად მაღალია და თუ არის ჩართულობა, როგორ გამოიხატება აი ყველაფერი და რა პრობლემებია მათთვის ისე პრიორიტეტული და რა სიტყვია ახალგაზრდებზე, რომელიც ჩვენ მოგმართებენ კოუჩინგვა, ძალიან სენსიტიურია ჩემთვის, იმიტომ რომ მეც ძალიან ადრეულისკენ დავიწყე ჩემს კარიერაზე, ჩემს გაზრდაზე ფიქრი, ეს 15-16 წლის ასაკიდან იყო და იმის მერე ძალიან სწრაფად გავიდა მართლა ეს წლები და ახლა მე ვარ უკვე ადამიანი, რომელიც თვითონ ახალგაზრდებს ეხმარება იგივე გზის ან უკეთესი გზის გავლაზე, რაც მე გავიარე. და ვარ ასევე კანტის აკადემიის ორგანიზაციული კოუჩი და სპიკერი და კანტის აკადემია არის პლატფორმა, რომელიც სწორედ 17 წლამდე მოსწავლეებს და თინეიჯერებს აძლევს შესაძლებლობას განვითარებულ პიროვნულად და პროფესიულად და აქ ხვდები უამრავ ახალგაზრდას, ათასობით ახალგაზრდას წლის განმავლობაში, როგორც ადგილობრივ პროექტებში, ასევე საერთაშორისო პროექტებში და გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ აი ეს გამოწვევები, რასაც ხშირად პროპაგანდას უწევენ ხოლმე, რომ ამბობენ, რომ ეს აი რაღაცა თაობა მოდის, რაღაცა რთული თაობა მოდის, რაღაცა მათ განსხვავებული ხედვები აქვთ, ნაგოშჩველება და ასე შემდეგ, ეს არის სრულად აბსურდი და სრულად გამოგონილი საკუთარ სტრესებზე, საკუთარ შიშებზე დაფუძნებული ის შიში, რასაც ხედავთ. მოდის არათუ მოდის, არამედ მოვიდა ეს თაობა, რომელიც რეალურად ის თაობა, რომელსაც ამდენი წელია ელოდება ეს ჩვენი წინა თაობები, ასე ვთქვა და ვამბობთ, რომ აი როდის მოვა ის ნამდვილი თაობა. დიახ, ეს არის თაობა, რომელიც საოცარი დიდი შესაძლებლობა, მათ შორის შენ ხარ ამის არაჩვეულებრივი მაგალითი, რომ დიდი შესაძლებლობები, დიდი უნარით, დიდი ამბიციებით, სწორი გაგებით ამბიციებით, მიზნებით, ხედვებით და სიყვარულით და მისიით მოდიან, რომ მათ შეცვალონ თავიანთი თავი, მათ შეცვალონ თავიანთი ქვეყანა და რეალურად გრძნობენ. და ბუნებრივი აღარ უნდათ ამ ადამიანებს წასვლათ, თუნდაც რომ უნდათ წასვლათ ქვეყანაში, უკვე ზუსტად იციან, რომ წავლენ იმისთვის, რომ რესურსი მიიღონ, გამოცდილება მიიღონ, განათლება მიიღონ და დაბრუნდნენ ისევ თავიანთ ქვეყანაში და შეცვალონ, არა იმიტომ, რომ უბრალოდ შესრულია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ცვლილება, ზრდა არის და განვითარებაა. და შესაბამისად მე ამ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ და ამ ადამიანებთან კომუნიკაციის შემდეგ თვითონ მეც ჩემთვისაც მოტივაციის წყაროა, რომ ვიცი, რომ არათუ გვეშველება რამე მომავალში, არამედ ის წყარებში ნამდვილი ვერია, გაბწყინდება და ნამდვილად ბწყინდება და ზოგადად ეს არის ის ადამიანები და ეს არის ის თაობა, რომელიც უბრალოდ ბევრია, ადრე ცოტა იყო, ეხლა ძალიან ბევრნი არიან და ყველა თავის საქმეში, ყველა თავის პროცესში ერთიანად შეცვლის ამ მართლა ძალიან პატარა და დიდი შესაძლებლობის მქონე ქვეყანას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს ნამდვილად ერთ-ერთი მოწინავე პატარა ქვეყანა მსოფლიოში. კი ბატონო, კახი, მე სამაზე გეტყვი ჩემს აზრს, რომ რეალურად შენ თბილისი ახსენე, კანტის აკადემია თბილისია და შესაბამისად უფრო რეგიონის ახალგაზრდებს არ აქვს ცნობა და ურთიერთობა მსგავსი ტიპის პროექტებთან და სხვათა შორის მე მქონდა შარშან ესეთი პროექტი, ჩემი სურვილი თორსა მივხვდი, რომ რეალურად ჩემს თანატოლებს არ ქონდათ იმის საშუალება და უბრალოდ საკუთარ აზრს ვერ აფიქსირებდნენ საჯარო ესე გამოცდებში, იმიტომ რომ ამის კომპლექსი ქონდათ, მივხვდი, რომ რაღაც ჩემი რეაგირება აუცილებელი იყო ამ დროს და შარშან შევქმნილი სკოლა. ამ სკოლამ ერთი წელი ფუნქციონირა. აი ამ სკოლაში მოწვეული მყავდა ძალიან წარმატებული ლექტორები, სპიკერები, რომლებიც ახალგაზრდებთან ისხობენ. მეც ვიქნებოდი ალბათ ერთ-ერთი ამ მათემატიკებში. აუცილებლად და რეალურად ამ ეს განმავლობაში იმდენად დიდი გამოცდილება მიიღეს და იმდენად დაძლიერეს ეს რაღაც საკუთარი შიში თავის თავში, რომ ანუ რეალურად აუდეს სისულელი არ უნდა იყოს აზრებს, ფიქრობ, რომ აუცილებელი ამის საჯარო თქმა, რომ რაღაც შენში ეგ კომპლექსი დაიძლიეს და სწორედ ამას ასწავლიდა ეს ხობა ეს წლის განმავლობაში და ყველაზე მეტად ეს წინაგული არის რეალურად ეგ რომ რეგიონის ახალგაზრდებს არ აქვს იმის საშუალება რომ პირობითად მიიღონ იმ ტიპის განათლება, რა ტიპის განათლებასაც თბილისში იღებენ ახალგაზრდები. და ის ონლაინ პლატფორმები ყველაზე კარგი საშუალებაა, ეს ყველას აქვს იმის საშუალება, რომ რეგიონიდანაც, თბილისიდანაც და
საერთაშორისო ქვეყნიდანაც მივიდეს და ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ აქ სახელმწიფოს პედალირებაც აუცილებელია, იმიტომ რომ სახელმწიფო როცა იზრუნებს რეგიონშიც იყოს განათლება, არაფორმალური განათლება თუნდაც თავის დონეზე აყვანილი, გაცილებით საინტერესო და ფერადი ახალგაზრდები გვეყოლება, ვიდრე ყავს დღეს. კი, გარდა ამისა, არაფორმალური განათლება სწორად ახსენე, არაფორმალური განათლება არა მხოლოდ თუნდაც ფორმალური გახდეს, უბრალოდ ფორმალურად და არაფორმალურმა იმეგობროს და თუნდაც ინტეგრაცია მოხდეს, ხო? შენი მიზანიც ალბათ ეს იყო, რომ გარკვეულწილად თუნდაც სკოლებში შესულიყო შენი სკოლა, როგორც შენი სკოლა კიდე გადაქცეულიყო, თუნდაც ანუ სკოლა შესულიყო როგორც პლატფორმა, როგორც პროექტი და დახმარება ჩართულობა ყოფილიყო. გარდა ამისა, ონლაინ შესაძლებლობა დამატებით, თუნდაც ლაივები, თუნდაც პროგრამები, თუნდაც ხელმისაწვდომი ის ყველაფერი მით უმეტეს უფასოდ უკვე შესაძლებლობას აძლევს, რომ რეგიონზე ნებისმიერ მიმართულებას ჰქონდეს. გარდა შეხება კანტმა რაც მოასწრო კორონას პერიოდამდე, რთული იყო ლოჯისტიკურად გასულიყო ქალაქიდან, მაგრამ მოახერხა და გავიდა არა მხოლოდ რეგიონში, მაგრამ დაიწყო ბათუმში, ასევე მოლაპარაკებები იყო უკვე ზუგდიდში, ასევე რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში, უბრალოდ აზერბაიჯანში უკვე დაწყებული იყო პროექტები, სომხეთის მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ნუ დაიწყო შემდეგ კორონა, მაგრამ რაც გადავედით ონლაინ პლატფორმაზე, უკვე თელს რეგიონს ჩართულ წელს, მაგალითად, თელი სხვა ქალაქებიდანაც ყავდა უკვე სტუდენტები და ჩართულობა ძალიან მაღალი იყო. გარდა ამისა, კომერციული პროექტების გარდა ჩვენ ასევე აი კორონას შესაძლებლობა იყო ის, რომ საგრანტო პროექტებში ჩავართეთ და ძალიან განსაკუთრებით UNICEF-მა და GAER-ომ გამოხატა და ინტერესი ახალგაზრდების განვითარებაზე გავაკეთეთ. მე ვაძლევებ ესეთი პროექტი, რომელიც აბსოლუტურად უსასყიდლო იყო, უფასო იყო, არა მხოლოდ უფასო, არამედ საგრანტო მიმართულებაც იყო ახალგაზრდებისთვის და უკვე თელეგრამში ჩართა და შეიძლება ჩვენც ვითანამშრომლოთ და თუნდაც აი შენი სეგმენტი, ვისაც ხედავდა თვლი რომ საჭირო ამ პროექტში ჩართვას, აბსოლუტურად უფასოდ შეიძლება ჩაერთოს და მიიღოს განათლება, ცოდნა და ასევე იდეების მარათონში და მოკლედ ძალიან მაგარ ამბებში და მე შეგვიძლია ეთერის მერე კიდე ვისაუბროთ და რაღაცები დავუბრუნდეთ ერთად და დავეხმაროთ ჩვენ ახალგაზრდებს. კი, აუცილებლად. კახეთ, მოდი დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს პიროვნულ განვითარებას. ვიცი რომ იყავი ამერიკაში წასული. და მაინტერესებს რა მიზნით იყავი წასული და რამდენი ხნით შედგებოდა შენი ამერიკაში? პირველი მიზანი რომელიც ცხოვრებაში ამერიკაში დავფიქრე ძალიან ადრეულ ასაკში იყო და მაშინ როდესაც უბრალოდ წასვლასაც დიდ შესაძლებლობას ხედავდი ამ ქვეყანაში, მე რაღაც წლებმა საჯარო სამსახურში 4 წლიანმა წარმატებულმა გამოცდილებამ და მე რაღაცა წარუმატებლად დასრულებამ უფრო მეტად დამაფიქრა და მაშინ მიზანი გახდა რომ გადავსულიყავი ამ ქვეყანაში და მეცხოვრა, მაგრამ მაგის შემდეგ აი სირთულეების გამოვლის შემდეგ საბოლოო ჯამში ამერიკაში ჩავედი რაღაცა ჩემს თავზე, ჩემს შიშებზე, ჩემს სტრესებზე გამარჯვებული და ჩავედი საქმიანად. არა გაქცევით პირობითად რომ აი აქ რაღაცა ვერაფერი ვერ გავაკეთე და მეწავალ ამერიკაში. არამედ აქვე გავაძლიერე და აქვე რაღაც შედეგები მივიღე, რომელიც ჩემი თავისთვის დღევანდელი კმაყოფილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩავედი უკვე რაღაც საქმიანი ვიზიტი. ეს საქმიანი ვიზიტი იყო GAER-ოს ყოველწლიური ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული GAER-os ყოველწლიურ მოდელირებებში, ჩვენ ადგილობრივი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც შემოიყვანა საქართველოში GAER-os მოდელირება და ამერიკაში არის ყოველწლიურად, მათ შორის ევროპაში და მათ შორის ამერიკაში ყოველწლიურად დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც 3000 მონაწილე იღებს სოფლის სხვა ქვეყნიდან და ჩვენი კანცაკადემია, ჩვენი დელეგაცია იყო ერთ-ერთი, რომელიც ჩავიდა, მიიღო წარმატებით მონაწილეობა, ასევე დაჯილდოვდა კანცაკადემია, როგორც რეგიონში ყველაზე მოწინავე ორგანიზაცია, რომელმაც პირველად შემოიყვანა GAER-os ოფიციალური მოდელირება ინგლისურ ენაზე საქართველოში, სხვა მოდელირებები არსებობდა აქამდე დიდი გამოცდილება, მაგრამ ეს არის დავასრულე ინგლისურენოვანი პირველი მოდელირება საქართველოში და მოკლედ აი ესე წარმატებით ჩაიარა ნიუ-იორკის ვოიაჟი, ასე ვთქვათ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გარდა საქმიანი ვიზიტისა, მნიშვნელოვანია ნიუ-იორკი ნახო როგორც ტურისტი. იმიტომ რომ ის თალკედო ატირთვა, ის საქმიანი ის რომ შენ რაღაცა კოსტუმით მოძრაობ და მთელი დღე ფორმაში ხარ, ამას სხვა დატვირთვა აქვს, თავის, ასე ვთქვათ, თავის ხიბლი აქვს, მაგრამ ის რომ თალკე ხარ და თავისუფლად მოძრაობ და ათვალიერებ ამ უდიდესი შესაძლებლობის ქალაქს და რეალურად რაც ვიცით ამერიკაზე, ეს არის ნიუ-იორკი და ის რომ ვიცით რომ ისე დიდებული სახელმწიფო, ეს ყველაფერია ნიუ-იორკი ამის მაგალითი, თავის ენერგიით, თავის მოძრაობით, თავის რაღაც აი სიგიჟით, აი რაღაცა დაუზღვეული ენერგიით, სწორედ ამ ქალაქიდან მოდის. ასე რომ იმ ადამიანებს, ვინც გეგმავს მომავალში გარდა საქმიანი ვიზიტი, აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ მას თავისუფლად რო კონდეს, რომ როგორც ტურისტმა ისეც იგრძნოს თავი ამ ქვეყანაში. დასაგებია. ახლა მოდი დავუბრუნდეთ ახლა არსებულ რეალობას. რა შეგიძლია თქვა აი ამ მოცემულობაზე, რაშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. პანდემიის პირობებზე, COVID-19-ის პირობებზე. რას ფიქრობ, შენი აზრით, გადიმარტივდა ცხოვრება, შენთვის რაღაცები გასწულდა თუ აი ნუ რა კონდიციაში ხარ ახლა შენ? და რას ურჩევდი ამ პერიოდში, როგორც პირადი კოუჩი, ჩვენი გადაცემის მაყურებლებს?
კი, ესე იგი, ველოდები ახალ წელს, ძალიან ველოდები ახალ წელს, ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ საბოლოოდ შევაჯამო მთელი წლის განვლილი 2020 წელი, იმის მიუხედავად, რომ სოფლიოსთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც ურთულესი წელი იყო, ძალიან ბევრი ადამიანისთვის საბოლოო ჯამში იყო უდიდესი ცვლილებების წელი. უდიდესი შესაძლებლობების, დაფიქრების, გააზრების, გადააზრების და ახალი ხედვების და ახალი მიზნების შექმნის წელი. ჩემთვის პირადად 2020 იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წელი. ცოტა მერიდება ხოლმე ამას რომ ამბობ, მაგრამ ჩემი პიროვნებისთვის, ჩემი გამორკვევისთვის ყველა დროის არც ერთი წელი ასეთი მაგარი და ასეთი კარგი არ ყოფილა როგორც ეს წელი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის რაც თეორიულად აქამდე ძალიან კარგად ვიცოდი და აქამდე თეორიულად ვეხმარებოდი სხვა ადამიანებს გავცემდი, პრაქტიკაში ამ წელს განახორციელე. ეს რა, რომ ნებისმიერ სტრესში, ნებისმიერ გამოწვევაში, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ადამიანს შეუძლია დაინახოს შესაძლებლობა, აქედან თუნდაც შეცდომებიდან მიიღოს გამოცდილება, ეს შემოაწიროს და რაღაც ახალი დაიწყოს. რომ ის ბევრჯერ გაგვიგია, რომ რაღაც ყველა ცუც კარგი მოყვება, ყველა რაღაც დაღმართ, შემდეგ აღმართი მოყვება და წარმატებას მოყვება, ხო? ყველა რაღაც დაცემას ადგომა მოყვება. აი კორონას პერიოდი იყო ზუსტად ეს შესაძლებლობა, რომ აი ეს თეორიულად წლების განმავლობაში ნასწავლი, გაგებული, მოსმენილი ისტორიები ყველაფერი ჩვენ თავზე გაგვიარა. და აი როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რას შევცვლიდით, რას დავიწყებდით და რას გადავაკეთებთ ყოველ შემთხვევაში ამ წელს იყო. ეს ანიშნავს იმას, რომ მომავალ წელს კორონას ერთ გაგრძელს უკვე საკმარისი იქნება, მალე დავასრულოთ, რაღაც აქედან შესაძლებლობა მივიღოთ და დავუბრუნდეთ უფრო კიდევ აჩქარებულ, კიდევ უფრო ძლიერ მსოფლიოს, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემს, კიდევ უფრო მასშტაბურად ჩვენ ეს ნამდვილად არის უკვე ეს საუკუნე, როდესაც შენივე სახლიდან ონლაინ შეგიძლია მიაღწიო ზუსტად იგივე წარმატებას ადრე, რაც სჭირდება სხვა ქვეყანაში. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ მიმართულებაში გაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, რაც ადრე თუ იწყებოდა ერთ და იგივე ადგილზე და შენ იწყებდი და კონკრეტულ სტაბილურ სამსახურს ეძებდი და მიყვებოდი რომ კარგად ყოფილიყავი, დღეს შეგიძლია აქედან იპოვო ამერიკაშიც, ჩინეთშიც, აზიაშიც, დასავლეთში, აღმოსავლეთში და ყველა სხვა მიმართულებაში და უბრალოდ უნდა სჭირდება ძებნა. აი ვინც ეძებს პოულობს ეს ნამდვილად აი ამ ასაკში, აი ამ პერიოდში შეიძლება გამოჩენილიყო, ვინც დაიწყო კორონას პერიოდში ძებნა. ის აუცილებლად იპოვიდა და ვინც დაუწყია დღეს ხვალ და თქვენ ჩვენი გადაცემის ყურების შემდეგ დაიწყოს და აუცილებლად მიაკრებს. დასაგებია. კახი, მაინტერესებს შენი გეგმები, რას აპირებ, ანუ კოუჩინგის მიმართულებით აპირებ თუ არა, რომ უფრო მასშტაბური გახადო ეს მიმართულება და უფრო რაღაც საქართველოს მასშტაბებს მიაღწიო. კარგი კითხვაა ძალიან. გარდა იმისა, რომ მე სხვების კოუჩი ვარ და სხვებს ვეხმარები, ასე ვთქვათ, წარმატებაში და სხვებს ვაკოუჩებ, რა თქმა უნდა, მე გვჭირდება ზუსტად იგივე. ხო, აქედან გამომდინარე, მე თავადაც ვყავს ფსიქოლოგიც და თავადაც ვყავს კოუჩი, რომელთანაც ერთადაც მაგ რაღაცა ხედვები მუშაობ და ასევე ვყავ გეგმავ მომავალს. რაც შეეხება ჩემს შემდეგ ნაბიჯს, ეს გეგმა იყო კორონამდე და COVID-19-მდე იყო შემდეგი გეგმა, რომ გადავსულიყავი ონლაინ პლატფორმებზე შემეფნა უკვე ონლაინ მიმართულება, რომელსაც ჯერ მთელ საქართველოს, ანუ ყველა ქართველს, ადრე თუ მხოლოდ თბილისში მაცხოვრებლებისთვის იყო, ნამდვილად ხელმისაწვდომი რეგიონებში პერიოდულად მიწევდა, ახლა ყველა ქართველისთვის გახდა ჩემი პლატფორმა ხელმისაწვდომი. ეს ერთი, ოღონდ კორონამ დამაჩქარა და უფრო მალე გავაკეთე, ვიდრე გეგმავდი და შემდეგ პლატფორმა არის უკვე ამ ყველაფრის საერთაშორისო ენაზე, ანუ ინგლისურ ენაზე გადატანა და შემდეგ გეგმა არის უკვე დასავლეთში, ამერიკაში განათლების მიღება მაგისტრატურის მიმართულებით, ახლა მიდის პროცესები და იმედია მომავალი წელი ამ კუთხით იქნება უფრო წარმატებული. მაგისტრატურის მიმართულებით და შემდეგ უკვე იქ უკვე საერთაშორისო პლატფორმებზე ქართულის, როგორც ქართველი კოუჩის გასვლა, ქართველი კოუჩის პოზიციონირება და საქართველოს პოზიციონირება აი პიროვნული განვითარების წრეებში, რომელიც ძალიან დიდია. ამერიკა სწორედ და დასავლეთი სწორედ ამაზე დგას. პიროვნულ განვითარებაზე, მიზნებზე, ხედვებზე, ზრდაზე და შემდეგ იმ წარმატებებზე, რასაც აღწევენ. წარმატებები, კახი, აბსოლუტურად მინდა, რომ ყველა ტელევიზიონი 100% ასრულებული იქნება და მოდი, ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი. ჩემი გადაცემის მთავარი რაღაც ფოკუსი არის ახალგაზრდულ სეგმენტზე, მაინც ჩემი ასაკის ადამიანებზე და მინდა რომ ეხლა შენ როგორც პირადმა და პერსონალურმა კოუჩმა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ გადაცემას უყურებენ, რაღაც მთავარი მესიჯი გაუსვა მათი მიმართულებით. ანუ შენ რომ მაგათ ასაკში იყავი, რაღაცნაირად ის მიზნები, რაც შენ განახორციელე და ის გეგმები, რაც შენ ქონდა, რაღაც იგივე ამბები რომ უთხრა, შენ გადაცემის ახალგაზრდა მოყურებლებს და პირიქადი ფორმულირება რომ უთხრა, როგორ განაგრძო ცხოვრება ისე რომ მაქსიმალური კომფორტი, მაქსიმალური განათლება და მაქსიმალური სიამოვნება მიიღო მქონდეს. ძალიან კარგი კითხვაა. მე რომ ვიყავი თინეიჯერი და მქონდა ფიქრები და გავიდა მას შემდეგ ბევრი წელი,
ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შემიძლია უთხრა ის რომ რისიც მეშინოდა და რისიც მჯეროდა ყველაფერი სიმართლე იყო ის რისიც მჯეროდა ასრულდა და ის რისიც მეშინოდა ისიც ასრულდა აქედან გამომდინარე ის შიშებიც რესურსია რისიც გვეშინია და ის რისიც გჯერა ისიც რეალობაა ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ვიფიქროთ დავიჯეროთ ბოლომდე დავიჯეროთ ისიც გჯერაც ასრულდება დავაკვირდეთ იმ შიშებს რაც შეიძლება მოხდეს შიშები როგორ შიშებს ვამბობთ არა ისეთ შიშებზე რომ არ გამოვა არავით ისეთი რომ შეიძლება რთული იყოს შეიძლება შეცდომები დაუშვა შეიძლება რაღაცები არ გამოვიდეს მაგრამ საბოლოო ჯამში ის მჯერა რომ საბოლოო ჯამში მიაღწევ გამოვა დაიზრდები და შედეგებს დაიგებ აი ეს არის ყოველწლიურად ძლიერი ხშირად ეუბნებიან ხოლმე ახალგაზრდებს რომ არ მოусვინოთ მე ვიტყვი პირიქით მოусვინეთ მაგრამ თქვენი ყავით გადაწყვეტილების მიღები რას დაუჯერებ და რას არა მოусმინე კრიტიკასაც მოусმინე ქებასაც მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ იყოს განსაზღვრელი მოტივაციის ცხარო მხოლოდ ჩვენ ვართ და ჩვენივე თავები და ჩვენივე აზრი უნდა იყოს შესაბამისად მოსმენის სწავლა არაჩვეულებრივია თუნდაც გავახარებთ ადამიანებს რომ მათ მოусმეთ და შემდეგ ჩვენ ვიქნებით გადაწყვეტილების მიღები როგორ გავაგზავნოთ ასე რომ აი ეს ფიქრები ის გეგმები და ის შიშები ყველა ერთია უბრალოდ მიყევი უბრალოდ პროცესი არ ვიტყვი არ დანებდე მთავარი არ გაჩერდე პროცესი მიყევი დატესტე ერთი არ გამოვა მეორე გამოვა მესამე გამოვა სხვა გზა უბრალოდ არ არის გავჩერდები და მაინც გაჩერებული ვარ მიყევი და ყველაფერი ისე მაგრა იქნება ოღონდ არა მომავალში არამედ ძალიან ახლოს აი შეხელშია და უკვე არის ძალიან მაგრამ უბრალოდ ყოველთვის განახვა და დაფასება ჭირდება და ეს არის ძალიან მარტივი უბრალოდ ბევრი დრო ჭირდება მარტივი სწავლას როცა ვისწავლით მე უკვე ძალიან მაგრა არის ყველაფერი უღრმესი მადლობა კახი არ ვიცი აი მადლობა შენ განსაკუთრებულად მიყვარს შენაირი ადამიანები იმიტომ რომ გონია რომ ადამიანის მიზანი მარტო კი არ არის რომ განვითარება მიიღოს არამედ როცა ის ხლებსაც ამიფარებს და აძლევს იმის საშუალებას რომ განვითარდეს და საკუთარი თავი იპოვნოს ესეთი ადამიანები ფიქრობენ რომ დაავადდება და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანას ამოცემდობა ესე რომ დიდი მადლობა რომ შენაკეთებ ეგეთ მაგას საქმეს დიდი მადლობა არ დაგვიწყდა ჩემგან ახალგაზრდებთან ერთად მადლობა შენ რომ ესეთ მაგარ საქმეს აკეთებ და დათმობრივია შენ ხარ ზუსტად ის მაგალითი და კიდევ წლების მერე და თუნდაც ჩემ ასაკში კიდევ უფრო მეტად იქნები და როგორც დღეს მე დამისვი კითხვა რომ ახალგაზრდებს ასე ვთქვი ძალიან მაინტერესებს შენ ასე ვთქვი 10 წლის მერე და ამაზე მე სადმე ვისაუბროთ ან საერთაშორისო პლატფორმაზე ან ისევ ადგილობრივ აუცილებლად დიდი მადლობა კახი მადლობა რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმრები ჩვენ კი მომავალ სამშაბათს საღამოს 19:20-ზე შევხვდებით 12:12 ეთერში ერთმანეთს მადლობა